მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი დიდი ხნის შემდეგ. ეს არის ბიჭების არხი. რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით ვიდეოების შემოთავაზებას. დღეს კი განვიხილავთ მოპედს TVS Race Edition-ს. ახლა კი ჩემი კოლეგა გააგრძელებს. მოგესალმებით მეგობრებო, მოგილოცავთ ახალ წელს. დღეს როგორც მანახსენა ყავს ახალი მოპედი TVS. როგორც მანახსენა ეს არის Race Edition 125 კუბი. ერთი რამოდენიმე 5-6 თვე რაც ყავს მოპედი. არის საკმაოდ გამძლე, საკმაოდ სწრაფი, არის ძალიან კომფორტული 25 კუბისათვის და არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მოპედი მთლიან საქართველოში. ეს მოპედი არის აღჭურვილი 125 კუბიანი 3 კლაპნიანი ძრავით. სპორტ მოდის ჩართვის შედეგად ირთვება ეს მესამე კლაპანი და ძრავის ჰაერის მიწოდება უფრო ძლიერდება და ამით მოპედი უფრო კარგად გადაადგილდება. ასევე როგორც ხედავთ, ეს მოპედი არის საკმაოდ დიდი, რაც ცოტა როგორ თქვა, დაჭერაში უშლის ხელს, რადგან აქვს საკმაოდ დიდი წონა, ასევე არის საკმაოდ დაბალი, შეიძლება გაზდოთ. ამ მოპედს გააჩნია ორი მოდი, Street მოდი და Race მოდი. Street მოდი არის როგორც უკვე თვითონ სახელი გვეუბნება, ჩვეულებრივ ქუჩაში სასიარულო საკრუიზო მოდი, ხოლო Race მოდი არის, როდესაც უკვე ძალაემატება მოპედს და უფრო კარგად შეუძლია გადაადგილება. ეს მოპედები არის შესაძლებელია იყიდოთ ორნაირად. პირველი არის ინჟექტორი, მეორე არის კარბურატორი. ინჟექტორს რა თქმა უნდა უფრო ბევრი ძალა აქვს, მაგრამ რამოდენიმე ასეული ლარით უფრო ძვირი ღირს. ეს არის კარბურატორი და აქვს მგონი თვითრეგულირებადი კარბურატორი. როგორც ვახსენეთ, ეს მოპედს გააჩნია ორი მოდი, ეს არის სპორტ მოდი და ჩვეულებრივი სტრიტ მოდი. სტრიტ მოდი არის ჩვეულებრივი ქუჩებში სასიარულო მოდი, არ წავს ბევრ ბენზინს. მეორე მოდი აქვს ამას, სპორტ მოდი. ეს სპორტ მოდის დროს ეხსნება ეს მესამე კლაპანი. გახსნი გოგო, გალბატონო, გახსნი. აქ გადავიდეთ მოპედის ცოტა ქვეით ნაწილებზე. რა თქმა უნდა, საბურავები, ამორტიზაცია და ასეთი ნაწილები. საბურავები, როგორც ხედავთ, თუ კამერაში დაინახეთ, არის საზაფხულო საბურავები. ამის გამო ამ საბურავებს მოჭიდება დიდად არ გააჩნიათ, ძალიან ადვილად სურავენ ყინულზე, თოვლზე და ახლა კი თოვლი, რა თქმა უნდა, ბევრია საბდის პერიოდში. ასევე ეს მოპედი არის ძალიან კომფორტული, აქვს ძალიან კარგი ამორტიზაცია, ძალიან კარგი რესორები და ამიტომაც მასზე ჯდომა და სიარული და კრუიზინგი არის ძალიან კომფორტული. ეს მოპედი არის წარმოშობით ინდური მოპედი. ინდოელები ამზადებენ ამ მოპედს და შემდეგ ყიდიან სხვადასხვა ქვეყნებში. რადგან როგორც უკვე წეგან ვახსენეთ, საქართველოში ეს მოპედები ყოფება ძალიან დიდი რიცხვით. ადრე იყვნენ ეს Today-ები, ახლა არიან ეს TVS-ები. თუ რაიმე დაუზიან და გაუფრთხდა მოპედს, შეგიძლიათ ეს შეიძინოთ ძალიან ადვილად. რადგან ძალიან ბევრი TVS არის მთლიან თბილისში და მთლიან საქართველოში. ეს იყო ჩვენი ვიდეო. მადლობა ყურადღებისათვის, მადლობა იმისათვის, რომ იწონებთ ჩვენს ვიდეოებს, მადლობა იმისათვის, რომ ტოვებთ ძალიან კარგ კომენტარებს. გილოცავთ ახალ წელს. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ჩვენი ვიდეო. მომავალ ვიდეომდე